საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ბიზნესის ხელშეწყობა და თავისუფლების უზრუნველყოფა ქვეყნის პრიორიტეტია და ეს პრინციპები საფუძვლად უდევს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას. Რამდენად რეალურად გრძნობს ბიზნესი ამ ხელშეწყობას, როგორია კერძო სექტორში განწყობები, მოლოდინები და გამოწვევები. Global Benefit Georgia სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარესთან ნინო კობახიძესთან ერთად ვისაუბრებ ამ თემებზე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გასული კვირის ბოლოს თქვენ გქონდათ შეხვედრა პრემიერთან ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში. და გარკვეულწილად გქონდათ იმის შესაძლებლობაც, რომ კერძო სექტორს მთავრობის წარმომადგენლებისთვის გეკითხა თუ რა მდგომარეობა რეალურად ქვეყნის ეკონომიკაში, გარდა იმისა, რომ ამას რეალურად ყველაზე კარგად ბიზნესი გრძნობთ. რა მთავარი გზავნილები იყო სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის მიმართით გაჟღერებული და რამდენად გრძნობთ, რომ რეალურად მთავრობის განაცხადი, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და ბიზნესისთვის მაქსიმალური კეთდება, რეალურად გრძნობთ თუ არა ამას საკუთარ მხრებზე, ზურგზე? ძალიან ისეთი ფართო კითხვა, მაგრამ ვეცდები, რომ ამ შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე და ზოგადად ყველა იმ შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ მთავრობასთან, გიპასუხოთ. ეს შეხვედრები პირველ რიგში არის ალბათ უფრო მთავრობისთვისაც და ბიზნესისთვისაც თავისთავად, მაგრამ მთავრობისთვის იმ გადასახედიდან, რომ მთავრობა კარგად ხედავდეს რა სიტუაციაშია დღეს ბიზნესი, რას ფიქრობს ბიზნესი, როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და რა ინიციატივები აქვს მას იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური დოვლათი. სწორედ ასეთ შეხვედრებს უკვე სისტემატურად ვატარებთ ბიზნეს ასოციაციის ფორმატში, დაწყებული კრიზისებიდან დასრულებული ვთქვათ პოზიტიურ გარემომდე, ყოველთვის ასეთ საკითხებზე ბიზნესმა გადავწყვეტეთ, რომ გვირჩევნია პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობასთან და პირდაპირი მოსმენა იმ მესიჯების, რასაც მთავრობა გააჟღერებს. დღევანდელი წინა კვირის შეხვედრა იმით გამოირჩეოდა, რომ ცოტა უფრო პოზიტიურისკენ არის ბიზნესის მოლოდინები შეცვლილი, თუ არ ჩავთვლით ვთქვათ იმ წინა კვარტლების მიმდინარე პროცესებს და ვთქვათ ის საკითხები, რომელზეც ადრე უფრო მეტად ვღელავდით, შედარებით ცოტა უფრო დამშვიდებისკენ წავიდა. რა თქმა უნდა, მუდმივად ისმევა კითხვები, იგივე საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით, იგივე ჩვენს პარტნიორ ევროპასთან და ამერიკასთან მიმართებაში რას აპირებს მთავრობა და უკვე გადავდივართ სექტორულ კითხვებზე, დაწყებული ენერგეტიკიდან, დასრულებული სამშენებლო სექტორით, რომელიც ყველაზე ისეთი ფართოა და რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემო, ანუ ინვესტორებად ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ მარტო ესე ვთქვათ უცხოელი და საერთაშორისო მოთამაშეები, არამედ ადგილობრივ ბაზარსაც, რა თქმა უნდა, მთავრობისგან სურს მოისმინოს საინვესტიციო გარემოს შემადგენელი ნაწილები, ამა თუ იმ კვარტალში თუ წელში მათი ხედვა ესე. ბატონო, რამდენად პირდაპირ იყო ბიზნესი ამ კითხვების დასმისას, მათ შორის თუნდაც იგივე პარტნიორებთან ურთიერთობაზე, რამდენად გულწრფელად, რამდენად აქტიურები ხართ ამ ნაწილში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა პირდაპირ თქვას თავის სათქმელი და თუნდაც ის ყველა კითხვა, რომელიც გაწუხებთ, რეალურად დასვათ. რამდენად გახსნილი იყო? მე არ მახსენდება არც ერთი ჩვენი ასეთი შეხვედრა, სადაც ბიზნესი არ იყო ძალიან პირდაპირი. დახურულ კარს მიღმაც და ღია მედიისთვის ღია თვალსაზრისითაც ყველა ის კითხვა, რომელიც დღეს საზოგადოებას აქვს, ასეთ შეხვედრებზე ისმევა ბიზნესის მხრიდან. ძალიან ხშირად შეიძლება ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ ან ხელისუფლების მიმართ პოზიტიურად ან ნეგატიურად განწყობილი ბიზნესმენები, თუმცა ბიზნესი მაინც არის ბიზნესი და თავისი ვთქვათ ინტერესიდან გამომდინარე და ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ყოველთვის ცდილობს რომ დასვას კითხვა და ძალიან გულწრფელ პასუხებს ვიღებთ. ეხლა ვიღაცისთვის ეს პასუხები არის მისაღები ან არ არის მისაღები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ერთი შეხვედრა არ მახსენდება, სადაც ეს პასუხები ყოფილიყოს ვთქვათ შეცვლილი ან რაღაცა ამოვარდნილი იმ კონტექსტიდან, რასაც სულ არ საუბრობს პრემიერი ან მინისტრები და შესაბამისად გულწრფელ ეხლა თქვენ მკითხეთ წინაზე კმაყოფილი ხართ თუ ეხლა იმ გულწრფელობით, რასაც ჩვენ ვისვეთ, კმაყოფილი ვართ იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი კარები ღია ყველა სექტორული უწყებისთვის და თამაშის რაღაც ერთიან წესებზე მათი მხრიდან სხვადასხვა რეფორმებს რაც ახლავს და რაც აუცილებელია, ისინი ღია არიან და ჩვენი კარები ღია მთავრობის მათთვის სხვათ ნებისმიერი ახალი ინიციატივისთვის თუ საკანონმდებლო ინიციატივისთვის კარგია. მეორე, რასაც აღნიშნავ არის ის და რაც დავინახეთ ამ ხნის განმავლობაში, რომ საბედნიეროდ აღარ მიიღებს
იჭრება ისეთი კანონები, რომელიც ვთქვათ, ამ წუთას ყოველ შემთხვევაში სექტორულად ბიზნესის ჩართულობის გარეშე ყველა რაღაც მიმდინარე არ უარესებს ბიზნეს გარემოს. ხო, არ უარესებს ბიზნეს გარემოს ყველა რაღაც კანონ პროექტის ნაწილში ვართ ჩართულები. თუმცა რა თქმა უნდა, რჩება უამრავი საკითხი, რომლის სწრაფ გადაწყვეტასაც ვისურვებდით, რომლის მოგეხარ სექტორულად რო არ ჩავიდეთ, ეხლა მე სულეთი და იგივე საუბრობ ამ ჩემს სფეროში დაზღვევასთან მიმართებაში, ჯანდაცვასთან მიმართებაში, რო აღარ ჩავიდე, მაგათ ენერგეტიკაზე იყოს საუბარი, უფრო კაფეა როდის იქნება, ვთქვათ, იგივე ლიცენზიების საკითხი, მცირე ჰესების მშენებლობებზე, სამშობლო სექტორს ქონდა ძალიან ბევრი კითხვა, იგივე ვთქვათ, ეხლა იცით რომ მინისტრი ხდება სამშობლო კომპანიებს, მათაც ხარისხი უნდათ, ამათაც ვთქვათ, ბიზნესიც სხვანაირად ხედავს პროცესს. ამიტომ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხია, მაგრამ ესეთი შეხვედრები არის ხოლმე არა უფრო რაღაცა ის ვიწროდ დააგროვებული პროფილური საკითხების მოსაგვარებლად, არამედ გლობალურად იმის გასარკვევად საით მიდიან, ანუ რამდენად ის დაპირებები, რომელიც ადრე მივიღეთ, თუნდაც იგივე კურსის ცვლილება, ხშირად ამბობენ, ანუ საერთაშორისო თვალსაზრისით როგორ ხედავენ ამ ურთიერთობების ნორმალიზებას, ან საარჩევნო გარემო როგორ სტაბილურად აპირებენ, თქვათ, ამ სიტუაციის გადაგორებას და რა თქმა უნდა, ბიზნესაც აქვს ხოლმე თხოვნები, სხვადასხვა მიმართულებით, იგივე რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება და აი ეს შეხვედრა არის უფრო აი ამ ფორმატით, უფრო გლობალური შინა. კი ბატონო, ბიზნესი რამდენად გაიზარდეთ აი ამ პოლიტიკური პროცესების ირგვლივ და რამდენად რეალურად თუნდაც მოლოდინები რადგან გაუმჯობესებულია წინა პერიოდებთან შედარებით, საარჩევნო პერიპეტიები ხელს არ გიშლით, ანუ ამა თუ იმ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებაში თქვენ საინვესტიციო გარემოც ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში პირდაპირ ეხება ბიზნესს, ანუ პოზიტიური იქნება ეს თუ ნეგატიური, პირდაპირ აისახება ეს ბიზნესი, ეგრეთ წოდებულ გაყიდვებზე, ანუ ბიზნესის გაყიდვებზე, იმიტომ რომ ხალხი თუ არ არის კმაყოფილი, არ არის ბედნიერი და არ აქვს ესე ვთქვათ რაღაცა ამის სურვილი, ავტომატურად ჩვენ ბიზნესზე ეს აისახება. და გაზრდას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ბიზნესმა ყოველ შემთხვევაში ერთი რაღაც დავინახეთ ამ სიტუაციაში, რომ მეტნაკლებად თავისუფლები ვიყავით ჩვენი პოზიციების დაფიქსირებაში, იქნებოდა ეს გარეთ დახურულ კარს მიღმა პრემიერთან თუ გარეთ, ყოველ შემთხვევაში ბიზნესი მაინც ხმამაღლა აფიქსირებდა თავის ვთქვათ პოზიციას და ამის გამო არავისთვის ესე ვთქვათ საყვედური და რაღაცა ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვიგრძნია და ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს, მე რა უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც თავისუფალ ბიზნესს გულისხმობ და ყოველ შემთხვევაში თანამშრომლებზე არ ყოფილა არავითარი მითითებები თუ ზეწოლები თუ პოლიტიკურ მხარე, რომელ პოლიტიკურ მხარე დაეჭირა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვათა შორის იმ ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც მინდა რომ ეს აღნიშნო. ხოლო რაც შეეხება ზრდას, ჩვენ დავინახეთ ასევე ის, რომ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ჩვენი მესიჯებით და ჩვენი ინიციატივებით სწორად უნდა მივიტანოთ მთავრობასთან, რომ ეს ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდეს. ბიზნეს ასოციაციაში თქვენთან ახსენეთ არიან ის ბიზნესმენები, რომელთაც ღიად გაცხადებულად ხელისუფლების მისამართით აქვს მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა, რომ მათთვის მიუღებელია დაუშვათ თუნდაც საქართველოს ხელისუფლების გარკვეული ქმედებები და შემდგომ. რაიმე ტიპის ასოციაციის ფარგლებში მომუშავე კომპანიებს რაიმე ტიპის ხელშეშლა ქონიათ, რადგან ამ საკითხში ეხეთ? ჩვენ ძალიან ხშირად ვიკრიბებოდით ასოციაციის ფორმატის ფარგლებში და საერთოდ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბიზნეს ასოციაციები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ რეალობაში, ანუ რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა მართავდეს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ასე შემდეგ, ბიზნეს ასოციაცია არის სწორედ ბიზნესისა და ხელისუფლების ლობირების სტრუქტურა. შესაბამისად, ბიზნეს ასოციაცია ვერასოდეს ვერ იქნება რაიმე ტიპის პოლიტიკური განცხადებების გამავრცელებელი, ან რაღაც პოლიტიკური მხარის დამჭერი სტრუქტურა. გამომდინარე იქიდან, რომ ვინც არ უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსმევ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამ ასოციაციაში, იმიტომ შემოდის დღეს 10,000 კომპანია თუ უფრო მეტი, რომ სწორედ იმისთვის, რომ თუნდაც მათ შეიძლება განსხვავებული პოზიცია ქონდეთ, ან არ მოწონდეთ ხელისუფლება, სწორედ ნებისმიერი მათი ბიზნეს საქმიანობაში ხელი შემშლელი ფაქტორის გამო ასოციაცია უნდა იყოს გარანტი, რომ მოხდება მათი უფლებების დაცვა და ხელისუფლებასთან მათი სწორი მესიჯები მიტანილი. აქედან გამომდინარე, ასოციაციამ ვთვლი, რომ საკმაოდ ეფექტური სამუშაო ჩაატარა, თუნდაც თქვენ ახლა რაც ახსენეთ, რა თქმა უნდა, 10,000 კომპანიიდან, 10,000 დამფუძნებლიდან და უფრო მეტი დამფუძნებლიდან და ხელმძღვანელიდან ვერავინ ვერ იქნება ერთად ეს არის ზედა ღმერთმა დაგვიფაროს და კარგია, რომ ქვეყანაში არის ბევრი განსხვავებული პოზიცია იმისთვის, რომ მე ალბათ ერთიანად მაინც სწორად განვითარდეს ქვეყანა და სწორედ ბიზნეს ასოციაციაში არაერთი შეხვედრის და არაერთი, ვთქვათ, ვიღაცა შეჯერა იმ მესიჯების, რომელსაც იღებს ხელისუფლების, თუმცა ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის ცდილობს, რომ ნებისმიერი სატკივარი იქნება თუ საკითხი
სწორად მიიტანოს ხელისუფლებასთან და იგივე მესიჯი ჩაშალოს ბიზნეს წრეებში. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და რადგან ქვეყნის საგარეო კურსი ვახსენეთ, რა პასუხი მიიღეთ დღეს ევრონიუსში გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის წერილი, სადაც ისაუბროს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არის უცვლელი. რა ამ კითხვაზე როგორი იყო ყველა შეხვედრაზე, რომელსაც მე ვესწრები პირადად და რაც შეხვედრაც მქონია მასთან, ზუსტად იგივე, რაც ახლა წერილი გამოქვეყნდა, ზუსტად იგივე მესიჯებით, უბრალოდ შეიძლება უფრო მეტი ფაქტებით გვიდასტურებს, რომ საქართველოს ევროპული კურსი საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხვევია, ყველა იმ ნორმატივს და ნარატივს, რომელიც ჩვენ ასოცირების თუ სხვა ვალდებულებით ნაწილში უნდა შევასრულოთ, სხვადასხვა უწყებრივ დონეზე ეს სრულდება და ამას ახლა ჩვენ ვგრძნობთ ბიზნესი, იმიტომ რომ მთელი რიგი რეგულაციებს ისეთებს გთხოვე, რომ ხანდახან შეიძლება ცოტა რთულიც იყოს ამ სიტუაციაში, მაგრამ თუმცა რა თქმა უნდა მიუთითებს ხშირად იმ პოლიტიკურ გამოწვევებზე, რომელიც აი მის კომუნიკაციით, რაც მოხდა ევროპულ სტრუქტურებსა და ჩვენს ხელისუფლებას შორის სამწუხაროდ არსებობს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიზნესის თხოვნა სწორედ ეს არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ეს დამაკავშირებელი გზების გამონახვა და მათთვისაც იგივე ეს დანახვება და დამტკიცება, რასაც ჩვენ გვიხსნიან და რომ ამაზე მიდის მთელი რიგი დისკუსია, იგივე ამერიკასთან როგორ აპირებენ ურთიერთობის ნორმალიზებას და შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ბიზნესს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ესე ვთქვათ ხმა მეტნაკლებად ძალიან ფასეულია და ძალიან მნიშვნელოვანია დღეს არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ახლა ეკონომიკ რო გადახედოთ რა კომპანიები არიან, ნახავთ რომ და ქვეყნის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილის და პლუს დამსაქმებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და ასეთ ორგანიზაციების ხმას თუ არ მოისმენ, მე არ მგონია რომ კარგი იყოს ეს. ხო, იმედი მაქვს რომ აუცილებლად მოგისმენენ, მთლიანობაში გისმენდნენ და მოგისმენენ სხვა დროსაც. ნინა კობახიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.